ნატურალური, ჯანსაღი, გემრიელი და ხარისხიანი რძის პროდუქტები მეგლისგან. გასინჯეთ. რუბრიკის სპონსორია რძის პროდუქტების კომპანია მეგლე. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, მოგესალმებით, შეგახსენებთ ვიმყოფები რესტორან ქარვასლაში და ჩემს გვერდით მზარეული გიორგი. როგორც გითხარით, დღეს ვამზადებთ უგემრიელეს დესერტს, კერძოდ კი შემწვარი ბანანი შოკოლადით. მოდი გიო, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა პროდუქტები გჭირდება დღეს და რა პროცედურები გავაკეთეთ. ჭირდება ბანანი, რა თქმა უნდა, ფორთოხალი, ნუში, ფქვილი, კვერცხი, ზეთი, შოკოლადი, შაქარი და ვანილი. დაჭრა ბანანი, ამოავლო ჯერ კვერცხში, მერე ამოავლო ფქვილში. ასევე გიორგიმ გააკეთა ცხელი შოკოლადი, რამ პირველ ნაწილში ნახეთ თუ როგორ ამზადებდა. მოკლედ ეხლა დროა შეიწვას ბანანი. ჩავსხით ბლომად ზეთი. ეხლა ჩვენ უნდა განვალაგოთ ეს ყველაფერი დიდ და ლამაზ თეფშზე და ვიწყებთ ეს თქვა გაფორმების პროცედურას. მწეველები საყურადღებოდ, ვინც ვერ ანებებთ, ასე თქვა მოწევას თავს, ამ მავნე ჩვევას, შეეცადეთ ხშირად მიირთვათ ბანანი, რადგან შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს და ზოგადად ბანანი ორგანიზმიდან გამოდევნის ნიკოტინს. აი ესეთი სასარგებლოა ბანანი, პატივცემულოდელი მაყურებლებო. როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზად განალაგა უკვე ბანანი თეფშზე გიორგიმ, გვერდზე უდებს უგემრიელეს ნაყინს, რა თქმა უნდა, ცხელი ბანანი და ცხელ შოკოლადთან ნაყინთან სინთეზში არის უგემრიელესი. მინდა მოგიყვეთ გიორგი, შენც მოგიყვე პატარა ისტორია ნაყინის შესახებ. ზოგადად ბევრი ლეგენდა არსებობს თუ საიდან წარმოიშვა ნაყინი, იძახიან ჩინეთი არის, ეგვიპტე, ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ იყო ერთი მზარეული იტალიელი, რომელსაც ჰქონდა საიდუმლო რეცეპტი ნაყინის. იყო პირადი მზარეული ეკატერინე მედიჩი. ამ მზარეულმა იცოდა ეს საიდუმლო რეცეპტი. დედოფალმა ეკატერინემ შესთავაზა მას ესეთი პირობა დაუდო, რომ ცხოვრების ბოლომდე ექნებოდა ძალიან ასე ვთქვათ დიდი ხელფასი, სიკვდილის ბოლომდე, ოღონდ ეს საიდუმლო რეცეპტი არავისთვის არ გაენდო. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს მზარეული გაუნდობდა ვინმეს ამ რეცეპტს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ესე არ ვიცი ის ცხონებული ასე ვთქვათ სიკვდილი დასაჯეს თუ უბრალოდ შემდეგ გავიდა წლები და გახდა უკვე პოპულარული ნაყინი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენამდე მოვიდა ეს უგემრიელესი დესერტი. მზად არის ხო უკვე გიორგი ჩვენი კერძი, გადმომაწოდე ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა და რა სიგემრიელი აი ამ თეფშზე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ბოლოს ლიხი არის მეგლეს კრემი. მოკლედ მე ხა უნდა დავაგემოვნო, დრო არ არის, არ უნდა გაცივდეს ეს ყველაფერი და არ უნდა გაათხვის. რა თქმა უნდა, მე მომეწონებოდა, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ძალიან მარტივად არის დამზადებული და მოუხდა ზემოდან მოყრილი ნუში. ნიგოსისგან განსხვავებით ცოტა სხვა გემო აქვს ნუშს. მიირთვით ხშირად დესერტი, მიირთვით ხშირად შოკოლადი, რომ იყოთ მაღალ გუნება განწყობაზე და იყოთ კარგ ხასიათზე. დიდი მადლობა გიორგი შენ, ძალიან მაგარი კვირეული გამოვიდა, მე ვფიქრობ. გაგვამდე ბევრი შენი, ასე ვთქვათ, მოგონილი კერძის რეცეპტი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. შეგახსენებთ, რუბრიკის სპონსორია ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული ძის პროდუქტების კომპანია მეგლე, რომელიც დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებით. დროებით. ნატურალური, ჯანსაღი, გემრიელი და ხარისხიანი რძის პროდუქტები მეგლისგან. გასინჯეთ. რუბრიკის სპონსორია რძის პროდუქტების კომპანია მეგლე.